ჩემო კარგო ადამიანებო, აბა როგორ მყავხართ? თვითონ თქვენთაგანს დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნდობას მიცხადებთ ხართ ჩემს არხზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი და ყველა სიახლესე მომენტალურად მოდის თქვენამდე, ასევე იმ ადამიანებს, რომელსაც არ გეზარებათ უკავშირი და მოდით ვნახოთ დღეს ორ ვარიანტზე. ივლისისთვის ენერგიები, რა მოდის და რა მოაქვს თქვენთვის ივლისის თვეს თავისი ხურჯინით. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. აბა ვნახოთ. ვნახოთ აბა რა მოაქვს ივლისის თვეს თქვენთვის. ჯერ ერთი არკანით ვნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. და მე ისე მივყვეთ 4-იანი თასები. ორი მქონია აგერ და კვერთხების პაჟი. 4-იანი თასებით, ჩემო კარგო ადამიანებო, ცოტა ბუტია ხალხი უნდა მიყურებდეთ. მალე რო გწყინთ ყველაფერი, მალეც რომ გიხარიათ, ეგეც შესაძლოა. არ ვიცი, ხშირ შემთხვევაში რაღაცა იმედგაცრუებული რჩებით სიტუაციებისგან ან ადამიანებისგან. თუმცა როგორი მომენტი გაქვთ, იცით, კვერთხების პაჟით. ფარხმას რომ არასდროს არ ყრით. ყოველთვის წინ იხედებით და ყოველთვის ცდილობთ, რომ რაღაცა ახალი დაიწყოთ. რაღაცა შანსები გამოიყენოთ, ხო, რასაც თქვენ თქვათ ცხოვრება გაძლევთ. მაპატიეთ. 4-იან თასებს ბირო ბოლომდე ამოვწურო, მაინც სანამ ამ არკანზე გადავალ, ხო? ხშირად სხვათა შორის შესაძლოა სინანული გიპყრობდეთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რაღაცებს ვერ პატიობდეთ საკუთარ თავს. ამავდროულად ხშირად გიტევდეთ დეპრესია, სევდა, ბევრს ფიქრობდეთ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. არ ვიცი, შეიძლება სინდისიც შეგენჭდიდეთ ხოლმე დამსახურებლად ეს ცალკე თემაა, მაგრამ და ხშირად გიპყრობდეთ იმედობა, მაგრამ საბედნიეროდ ამას მიბალანსებს კვერთხების პაჟი. მაინც პაჟის ენერგია მართალია, მაგრამ ცეცხლის პაჟია, მაგრამ ცეცხლის ენერგიას ვატარებთ, ხო? იცით როგორი ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც გაქვთ ძალა და რესურსი, რომ იყოთ იდეების გენერატორი. ძალიან აზარტული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვალებადობა ხასიათების ხშირად გიპყრობთ, ხო? თავისუფალი აზროვნების უნარს არ კარგავთ. და გამოთავისუფლება შეგიძლიათ თქვენი, ასე ვთქვათ, პოტენციალის, რომელიც საკმაოდ გაქვთ, რეალურად გაქვთ. შესაძლოა ვინმე სტუდენტიც მიყურებდეთ, კურიერი მიყურებდეთ, მიწასთან დაკავშირებული თემების ადამიანები მიყურებდეთ და არ გამოვრიცხავ კიდევ პროფესიებს რომ მივყვეთ. ეს ამითი განსაჯე, მაგრამ მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს, სხვა შორის პრინციპში ორივეზე გადათამაშდება. და ვნახოთ ახლა თქვენს ცხოვრებაში რა მოაქვს ივლისის თვეს, ეს რატო გადმომიბარდა, რა გულგატეხილობები და იმედგაცრუებები, ვნახოთ, ეს თავისით გადმოხდა. ვნახოთ ახლა აბა ეს ნულდება თუ რეალურად ახლდება რაღაცები, რა მოაქვს. მეგობრებო, თქვენ ვინც მიყურებთ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ ამისი გაჟღერება, გვინდა თუ არ გვინდა, მომწყდეული ხართ ეგრეთ წოდებულ სამკუთხედში. ან თქვენ ხართ ოფიციალურ ურთიერთობაში, ან მეორე მხარეა ოფიციალურ ურთიერთობაში, თუმცა უფრო მგონია, რომ მეორე მხარეა ოფიციალურ ურთიერთობაში პენტაკლების მეფით და ამ მთელ ნერვიულობაში, რაც თქვენ გაქვთ, ეხლა საყვარელია ამ ჩიხებში, ზღარბუნია, სადარაჯოზე დგას, მოკლედ რაღაცა დიდი საბედის წერო ძვრები უნდა მოხდეს.
რაც შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ოის სამყაროს არკანით აბსოლუტური განახლება მოხდება. Რაღაცა სიტუაციის აბსოლუტურად სხვა წახნაგიდან დანახვა მოხდება. სხვა პროექციიდან შეხედავთ ამ ყველაფერს და აღიქვამთ და დაინახავთ რეალობას. აქ არ გამოვრიცხავ მეგობრებო, ისევ ის ენერგია ტრიალებდეს, რაც აიწინა კაშლებში ვიღაცა ოჯახიდან მოდიოდეს. არის ეს ენერგიები მიტრიალებს აქ. კარგით, მოდით აბა კონკრეტულად ვიკითხოთ თქვენს პირად ცხოვრებაში რა მოდის. რა მოაქვს ივლისის თვეს პირად ცხოვრებაში კიდე რა მოდის? ხო, აი თქვენ რაღაცა მგონია, რომ ან დაფარულ სიტუაციას გაიგებთ, რომელიც თქვენთვის ჯერ არ არის ესე თქვენამდე მოსული, ან მგონია, რომ ისევ თქვენი სიტუაცია გაგრძელდება ესე ფარული ურთიერთობის ნაწილში. რაღაცა უფრო ესეთი ინფორმაცია მომდის. ერთი წამით მეგობრებო. რა გავაკეთო, ნახეთ, არა, ეს ადამიანი ვიღაცა ხალია კაცი არ აქვს მნიშვნელობა, მოდის თავისი ოჯახიდან, მოდის თქვენთან. იღებს გადაწყვეტილებას, ანგრევს იმას, რაც აქვს და მოდის თქვენთან. არჩევანს აკეთებს. ნახეთ, ეს ამას უყურებს და ეს მაღლა იყურება. ის ანგელოზის ფრთები აქვს იმას. და ესე ბედნიერად თავისი 7 წყნარი ეტლით მობრძანდება, მობაჭბაჭებს თქვენსკენ. ივლისის თვეში, მეგობრებო, ვიღაცასთან გამოთავისუფლებული ენერგიები მოვა. ხო, არ ვიცი ეს რამდენად კარგია, როცა ვიღაცა სტაბილური სიტუაციიდან მოდის, გააჩნია, ხო? ზოგჯერ კარგიც არის და საუკეთესოც არის, ზოგჯერ გულსატკენია, მაგრამ თქვენთვის ყოველ შემთხვევაში ეს მომენტი ცალსახად საბედნიეროა, იმიტომ რომ თქვენთან მოდის ეს ადამიანი და თქვენგან არ მიდის. ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი, ვინ ხართ და ძირითადი გზავნილი ივლისში რა იქნება, ხო, ანუ ძირითადი ენერგია რა მოდის. ვინ ხართ და 6-იანი თასები, არ ვიცი, შეიძლება ხშირად გიპყრობდეთ ბავშვობის ნოსტალგია, ბავშვობაში ჩარჩენილები იყოთ, ძალიან ხშირად სტუმრობდეთ იმ ადგილებს, სადაც თქვენ წარსულის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, სუფთა ისეთი ძალიან გიყვარდეთ საჩუქრების კეთება, სხვათა შორის არ გამოვრიცხავ საჩუქრების მიღებაც, მაგრამ გაცემა უფრო და მოკლედ ძალიან საიმედო მეგობარი, ძალიან საიმედო ადამიანი ხართ ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის, რომელიც სულ მზად არის, რომ ვიღაცას დაეხმაროს. და ვნახოთ აბა რა ამბები მოაქვს ივლისის თვეს თქვენს ცხოვრებაში უახლოეს პერიოდში. რას ნიშნავს ეს ტვირთები? რატომ აბა მანახეთ, რას უკავშირდება? ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო. აქ ძალიან უნდა ამ ადამიანს სავარაუდოდ ვიღაცა ადამიანს არ ვიცი, ვინც თქვენსკენ მოდის და ძალიან დიდი ემოციები აქვს თქვენამდე მოსვლა, მაგრამ ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფინანსური მდგომარეობა. ეს თქვენსკენ მოდის თუ თქვენ მიდიხართ თუ რა ხდება ერთი, აბა გამარკვიე მანახე, რასთან გვაქვს საქმე. თქვენ შესაძლოა მეგობრებო, ეს რაღაცა მგონია, რომ შეიძლება საერთოდაც სხვა ქვეყანაში იყოთ, სხვა ქვეყანაში ბრძანდებოდეთ. და აი ნახეთ თქვენ თან უნდოდეს ჩამოსვლა ვიღაცა კონკრეტულ ადამიანს, მაგრამ ხელს უშლიდეს ფინანსების არქონა. და ძალიან გულგაყრტეხილი, იმედგაცრუებული, შეიძლება თქვენ გთხოვათ კიდეც რაღაცა და თქვენ მოკლედ უკაცრავადო უთხარით. შენ თუ რამის გაკეთება გინდა, შენ თვითონ გააკეთეო. და ეს რას უკავშირდება, აბა გვაჩვენე.
ეს ადამიანი მეგობრებო დიდი ალბათობით თქვენამდე მოვა სადაც არ უნდა იყოთ. მოიძებს შესაბამის რესურს, ფინანსურს და გამოგეცხადებათ და შესაძლოა ხელიც გთხოვოთ. რა საინტერესო აქ რაღაცა უფრო პირადი თემები გადათამაშდა ორივე ვარიანტში. ქორწილია სუნი მოდის. ქორწილია სუნი მოდის აქ. კი ბატონო. და აგერ ბზის არკანით არ გამოვრიცხავ მეგობრებო ვიღაცებს ნიშნობის პეჭედი წამოგაცვან ხელზე ან თქვენ წამოაცვათ ხო? იმიტომ რომ ახლა თუ მამაკაცები მიყურებთ, ქალი არ წამოგაცვამთ. მე მგონი ჯერ მაგამდე არ მივსულვართ ქალები, რა ვიცი. ხო და ასე. აი, ფინანსებიც მანახე რა. ფინანსებში რა იქნება, მარტო პირადზე რო წავედით. ფინანსებში პატარა დინამიკაში, პატარა უკეთესობა გექნებათ. კი. პატარა უკეთესობა მოდის. ვერ გეტყვით რომ აი ვაიმე და რაღაცა სასწაული და დიდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი მოთმინების, თქვენი სიბრძნის, თქვენი ჭკუის, თქვენი წინდახედულობის ხარჯზე რაღაცა პატარა მცირედით იზრდება თქვენი შემოსავალი. დიდად ვერ გეტყვით რომ ხა სასწაული მოხდება, მაგრამ რაღაცა ბენეფიტს ბონუსს მიიღებთ. კარგით, მადლობა კიდევ ერთხელ ორივე ვარიანტს. დაგემშვიდობებით ჩემო კარგო ადამიანებო, მადლობა ნდობისთვის, ნახვამდის.